მე ვფიქრობ, ეს არის ჩიხში შესული რეჟიმის რეალური განაცხადი იმაზე, რომ ის არ აპირებს დაიხიოს უკან და აპირებს, რომ შექმნას ესეთი ფასადი ერთგვარი იმისა, რომ ყველაფერი არის კარგად, რომ ის არის საჭესთან, რასაც ქვია. სიამოვნებაში არ არის საჭესთან, მას რეალურად სურდა ნორმალიზება ურთიერთობების ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მათ სურდათ ნორმალიზება ურთიერთობების ევროპულ კავშირთან, ოღონდ სურდათ ლეგიტიმაციის მიღება საკუთარი თავისთვის, საკუთარი ტყავისთვის, ისე რომ არაფერი დადებით არ გაეკეთებინათ. და ორივე ფრონტზე მათ განიცადეს კრახი. შემთხვევით არ მგონია, რომ აი ამ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის ესკალაცია და გახშირება, კვირაში 3 და 3 თუ არა 2 მაინც პროცესის ჩანიშვნა, ემთხვევა ზუსტად იმ დღეებს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან საბოლოო კრახი განიცადეს, ხო, როდესაც აქ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია და რამდენიმე დღეში, მეორე თუ მესამე დღეს კობახიძე დაესხა თავს რუბიოს და ამ დელეგაციას და აი ამას მოყვა ზუსტად, როგორც ჩანს ზარი ბიძინასგან, რომ გააინტერესებათ ეს საქმე და რაც შეიძლება მალე ჩასვით ყველა მათგანი ციხეში. ეხლა ეს სავაჭროდ ენდომება, ანუ უკეთ სავაჭროდ საკუთარი გადმოსახედიდან თუ უბრალოდ ქართული დემოკრატიის დასამარხად, ამას ვნახავთ ყველანი, მაგრამ რისკი არის სავაჭროდ რისთვის, გრიგოლ, თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, საგარეო მიმართულების მდივანი ხართ თქვენი პარტიის და აწარმოებთ შეხვედრებს საერთაშორისო პარტნიორებთან. თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ მათ არავინ ევაჭრება, ახლა რა ცოტა პოლიტიკური ტყვე ყავს, ან მანამდე არ ყავდა ეს ხალხი დაჭერილი ციხეში. ანუ ივანიშვილმა იცის გადასარევად, რომ მათ არავინ არაფერზე არ ელაპარაკება, მაგრამ მაინც არის მიღებული გადაწყვეტილება და მართლა სხვა განცდას უბრალოდ არ ტოვებს ეს დაჩქარებული ტემპით მიმდინარე სასამართლოები, რომ ახალი მძევლებით შეავსონ ციხის საკნები. ანუ რატომ მან ხომ იცის, რომ არ ევაჭრებიან, თუ უფრო მეტი უნდა იყოს, რომ ევაჭრონ, დაელაპარაკონ, მოусმინონ. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი საკუთარი გადმოსახედიდან საქმეს აღიქვამს ისე, რომ მას არ უყურებენ როგორც საკმარისად სერიოზულ ფიგურას, მოდი ასე ვთქვათ, ხო? რაღაც ერთგვარი კომპლექსი ხედავ ყველა მისი ქმედების მიღმა. სიამოვნებაში ამ ადამიანს აქვს რამდენიმე მილიარდი, აქვს პოლიტიკური ძალაუფლება, ერთი შეხედვით ყველაფერი აქვს, ხო? საკუთარ ეგრეთ წოდებულ ლიჩნიკს პირად დაცვას გვინიშნავს, ავიცი, ჯერ გენერალურ პროკურატურაში, მერე გვინიშნავს შიაგას საკუთარ სამინისტროში, ახლა სუსში და ასე შემდეგ. მიანიშნებს თქვენ ჩემზე კარგად. ეს მიანიშნებს შიშზე, სწორედ. ან დაგეგმილ ცვლილებაზე მორიგეზე სუსში, რომ საბოლოოდ ეს სუსი ჩააბაროს ყველაზე მისთვის დღეს ყველაზე ერთგულ ადამიანს. დიახ, რაც თავის მხრივ ჩემი აზრით არის შიშის გამოხატულება, იმიტომ რომ იმდენად არავის აღარ ენდობა, იმდენად იცის, რომ არის ძალიან გამოუვალ ჩიხში შესული. მეც აქ მოვდიოდი, ხო, სწორედ, აი როცა ამდენი მილიარდი გაქვს, როცა პოლიტიკური ძალაუფლება გაქვს, როცა ერთი შეხედვით მთელი სისტემა გიკავია, მაგრამ ვერავის ვერ ნიშნავ კრიტიკული მნიშვნელობის პოსტებზე გარდა შენი საკუთარი პირადი დაცვისა. ანუ იმ კაცის, რომელიც დაცვაშიც კი იყო, ყველაზე ახლოს იყო, ხო? ერთ-ერთი პირველი. ანუ იმდენად დიდი უნდობლობის კრიზისი აქვს, იმდენად დიდი უსაფრთხოების, კიდე საფრთხის განცდა აქვს და უსაფრთხოების კრიზისი, რომ აი ამ დონეზეა მისული. აი ეს ანუ აღარ ენდობა ბოლომდე კობახის კადრებს, იმიტომ რომ გელაძე, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრობიდან გადაიყვანა სუსის უფროსად, ხო? ირაკლი კობახიძემ და ალცხადია ივანიშვილთან შეთანხმებით არ არის მისთვის სანდო? მე ვფიქრობ, რომ მისთვის არავინ არ არის საერთოდ სანდო, არავინ აბსოლუტურად და აი ისიც რომ ამ დონის კადრებით უწევს ახლა ოპერირება, ესეც ძალიან შეშინებულ, ძალიან დამფრთხალ კაცზე მიუთითებს და ამავე დამფრთხალი კაცის აზროვნების ნაწილი მგონია იმის ახმაც, იმიტომ ეს კაცი ჩვენ გვახსოვს, ხო, კელი დეგნანს მიიჩნევდა დამნაშავედ კრედიტ სუისის ამბავში, ხო, აი როგორი ნონსენსია ნორმალური ადამიანისთვის, როგორი აბსურდია. აქედანაც დაიწყო ამ ქვეყნის უდიდესი პრობლემები. კი, კრედიტ სუისიდან. აბსოლუტურად, ეს იყო პირველი გამოხატულება, ხო? მაგრამ რამდენადაც შევა რომ სიგიჟეთ მოეჩვენოს ნორმალურ ადამიანს, რომ კელი დეგრანი შევა დაინახო კრედიტ სუისის საქმის უკან, მას ეს სჯეროდა ნამდვილად. და ეს კელი დეგრანთან საუბარში საერთოდ გამოკვეთილა, ხო? თქვა კელი დეგრანიც ყოველთვის ხედავდა ამას, რომ ივანიშვილი მას ადანაშაულებდა ამ საქმეში ჩართულობაში. ანუ ასეთი ტიპის ადამიანია, მას შეუძლია რომ აი ესეთი რაღაცები ამოიკითხოს და წაიკითხოს და
წაიკითხოს, როგორც თვითონ იტყოდა და შესაბამისად მე საერთოდ არ გამოვრიცხავ რა ახლა ის უყურებს საქმეს ისე რომ ამერიკამ ის არ დააფასა, არ ევაჭრებიან კარგად, ანუ ის ვერ ხვდება რომ ვაჭრობაში ტრამპს ვერ მოუგებს, ხო? იმიტომ რომ ვაჭრობაში, ბიზნესში და პოლიტიკაში ტრამპი არის, რა ვიცი, 1000-ჯერ უკეთესი, ვიდრე არის ბიძინა ივანიშვილი. და ის ვერ ხვდება რომ საკუთარ ქოცრულ ფასად და კობახიძის და ბოჭორიშვილის რაღაცა შეთითხნილი პარანოიული თეორიები და ბოდვებით ფონს ვერ გავა. და ნაცვლად იმისა რომ აი ეს გაიაზრებინა და თუ ნორმალიზება სურდა ადეკვატური ნაბიჯები გადაედგა საკუთარი ტყავის გადასარჩენად. მან უარეს ჩიხში შესვლა გადაწყვიტა და ეხა ამ ჩიხშიც ის კიდევ უფრო უარესად ღრმად მიდის, ხო? აი ამ რაღაცა სპირალში, ხო, რომელშიც საკუთარ თავს იმარხავს სინამდვილეში. კობახიძის და აი ამ გუნდის აზრის გაყოლა და აი მათი ესე შენარჩუნება და აი ამ სტატუს-კვო შენარჩუნება. ივანიშვილისთვის არის საბოლოო ჯამში საკუთარი თავის დამარხვა, όμως ის ამას ვეღარ ეაზრებს. ან შესაძლებელია თუ არა ასე ვიფიქროთ, კითხვას ასე დავსვამდი, მიზანმიმართულად აკეთებს, რომ საბოლოო ჩაჭრას თვითონ ჩვენმა ყველა პარტნიორმა ყველანაირი ურთიერთობა. ეხლა მაგალითად ანაკლიის თემა შემოვიტანე, ხო, ეხლა აქვე სულ ცოტა ხნის წინ იყო, როდესაც ამერიკის დელეგაცია, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია კვლავ რაღაც ანაკლიის თემის და ინტერესებით ჩვენ ვნახეთ საქართველოში და რაღაც უმოკლეს დროში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ მაგალითად მარიამ მქრივიშვილის გუშინდელი პრესკონფერენციიდან. შესაძლებელია კიდევ უფრო და უფრო თუ აქამდე უხეირო დიქტატორს უწოდებდნენ, ახლა უნდა რომ ხეირიანი დიქტატორი უწოდონ და საბოლოო ჩაჭრან ჩვენივე პარტნიორებმა ყველანაირი შანსი ჩვენთან რომ მერე გამოვიდნენ და თქვა რომ ჩვენ რა შუაში ვართ. აი მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და გააგრძელოს რუსული გზა, ან რუსული დავალებების შესრულება ოცნებამ, რაზეც სულ საუბრობთ ხოლმე თქვენ. ეს არის მეორე ლეგიტიმური სცენარი, ან ერთი ან მეორე ამ ორიდან. და ჩვენ ეს გვახსოვს ადრეც, ხო? ჩვენ გვახსოვს კანდიდატობის სტატუსის მიღების წინ გადადგმული ნაბიჯები გვახსოვს. ყველა კრიტიკულ მომენტში, როცა რაიმე ქართული ეროვნული წყდებოდა, როდესაც ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური ბედი ირკვევდა, ყოველთვის ქოცები იქცეოდნენ საპირისპიროდ, ვიდრე მოითხოვდა ქართული ეროვნული ინტერესი. ძალიან ლეგიტიმური. აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა არის, აბსოლუტურად. მათ ცადეს არაერთხელ რომ მომხდარიყო საბოტირება მათი ქმედებების გამო, მაგრამ ევროპის ხელით მომხდარიყო ყველაფრის ჩარაზვა, დახურვა. ევროპა მათ აჯობა, ორი ნაბიჯი წინ იყო, ბუნებრივია, იმიტომ რომ ბევრი ასეთი უნახავს, ევროპისთვის ეს არის წარმავალი რიგითი მომენტი, ასეთი უამრავი უნახავთ, ამათზე ბევრად უფრო ჭკვიანი, ბევრად უფრო გამოცდილი, ბევრად უფრო მდიდარი, ამიტომ ევროპას ეღიმება, ეხლა ამ გუნდს რო უყურებს, იმიტომ იცის რომ ეს არის დროის ამბავი და მეტი არაფერი და ხალხი მოინელებს დემოკრატიულად და მშვიდად ამათაც ისე როგორც მოინელა ორბანი, ხო? ამათზე ისევ და ისევ ბევრად უფრო ძლიერი, მაგრამ ეს არის მეორე ლეგიტიმური მოდელი, ანუ რომელშიც ისინი ცდილობენ იმას, რომ რეალურად ევროპასვე და ამერიკასვე ათქმევენ უარი ყველა იმ სიკეთეზე და ურთიერთობაზე, რაც გამოარჩევდა ისტორიულად ეს ურთიერთობა. ხო, იმიტომ თავისთავად ჩდება ეს კითხვა. კი ბატონო, ანაკლია აუცილებლად თან ამ კონტექსტში არის ზუსტად ყოველ შემთხვევაში ასე ვხედავ. სრულიად გაუგებარია ამ მდგომარეობაში მყოფ ოცნებას, თუ ეს არ არის მიზანმიმართული, რაში შეიძლება ჭირდებოდეს კიდევ ახალი შემადგენლობა პოლიტიკური ტყვეებისა, რომელსაც ĉემი აზრით ყველა ვარიანტში მივიღებთ შემოდგომაზე. მეც ასე ვგონია. თქვენ გაქვთ ხო ასეთი მე პირადად ასე ვგონია. პარტიის ორი ლიდერი არის, მათ შორის ვისაც ბრალი აქვს წარდგენილი ამ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეში. თუმცა კიდევ ახალ გვარებს გვეუბნებიან იქ რაღაც მოწმეების პირით. არის ეს და ეს საქმე არასდროსად არ სრულდება. მათ შეუძლიათ უსასრულოდ გააგრძელონ ახალი და ახალი პირების შემატება. იმდენად აბსურდულია ეს ყველაფერი, იმდენად აი თქვენ სადამდე მივდივართ ეს. აი თქვა დადგა შემოდგომა, ციხეში აღმოჩნდა ყველა. ვინც გარეთ გამოვიდა, ისევ უკან შებრუნდა, ვინც ციხეში არის, მათ ბრალი უკაცრავად სასჯელი გაეზარდათ. აი მერე რა ხდება, ანუ და მიიღეს ასევე შემოდგომაზევე გადაწყვეტილება მიაღებინეს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, რომელშიც ასევე არის თქვენი პოლიტიკური გუნდი. აი მერე რა ხდება, როგორ ხედავთ თქვენ? თავარი რაც ხდება აუცილებლად არის ის რომ ბრძოლა გრძელდება, იმიტომ რომ ვერ დააკავებ მილიონობით ადამიანს. ამიტომ არის ხალხის არსებობა ძალიან კარგი რამ, ხო? ისეთ არადემოკრატიულ ვითარებებშიც კი, სადაც როგორშიც ჩვენ ვართ. იმიტომ რომ ხალხის ძალა, ნამდვილი ადამიანების ნამდვილი ძალა არის განუზომლად უფრო დიდი ყოველთვის, ვიდრე ნებისმიერი თუნდაც ძლიერი რეჟიმის ძალა. ეს ნახეთ უამრავჯერ, ნახეთ ასადის სირიაში, ნახეთ ისე უნგრეთში, ნახეთ ჩეხეთში, ნახეთ
მოლდოვაში, ნახეთ სომხეთში, რომელმაც შეინარჩუნა უდიდესი დიზინფორმაციული კამპანიის და უდიდესი ზეწოლის და ჩარევის მიუხედავად შეინარჩუნა ის სწორი პროევროპული და განვითარებაზე ორიენტირებული სულისკვეთება. ამიტომ საბოლოო ჯამში რამდენი ადამიანს უნდა დააპატიმრონ, ყველა რო დაგვიჭირო, ვინც დღეს ვართ პოლიტიკაში, აგრძელებს საზოგადოება ბრძოლას. ეს ბრძოლა არ წყდება. მდგომარეობაში, აი წეღან გაუშვით კადრები აეროპორტის სადაც წვიმდა ზუსტად ისე როგორც გარეთ და დენი გაუთიშეს გასაფრენად მისულ მგზავრებს და ხალხი გარეთ გაიყვანეს სათლები შეუდგეს ამ წყალს სხვა შორის ახალ გაკეთებულზე. აი ეს არის ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა. წეღა როცა ამ ინფორმაციას ვკითხულობდი და კადრებს ვუყურებდი, აი უცებ გავიფიქრე, რომ აი ეს ჭირს მთელ ქვეყანას ხო რა. საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსული წყალი და გათიშული დენი, ხო? ეხლა მე წეღან ვახსენე ანაკლიის თემა, რომელიც ძალიან მალევე გამოგვიცხადეს როგორც გადაწყვეტილება აქ ამერიკელების დელეგაციის ვიზიტის შემდეგ. გავიდა თითქმის ერთი სრული დღე ამ განცხადებიდან, რითი ახსენით თქვენ გრიგოლ და როგორ შეფასებას აძლევთ, რა მოხდა აქ, რა მოხდა, რატომ ჩაიშალა ჩინელებთან, საერთოდ არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ ალიევის ინტერესი იყო მისი ვიზიტი, როდესაც შედგა თბილისში, მაშინ იყო თითქოს ივანიშვილსა და მას შორის ლაპარაკი და მაშინ გვიყვებოდნენ ჩვენ ადამიანები, რომ აი ანაკლით დიდი დაინტერესება ქონდა ალიევს და გუშინ კი მოვისმინეთ, ხო, ქრივიშვილის განცხადება. ანუ რა მოხდა? დავიწყებ იმით პირველ რიგში, რომ რაც მოვისმენთ ქრივიშვილისგან, ეს არის იმ ბლეფის, აი ისტერიული ტყუილების კამპანიის გაგრძელება, რასაც უკვე 10 წელია ისმენს საქართველოს. აი მე შეგრებულად გავამზადე რამდენიმე განცხადება, უბრალოდ საილუსტრაციოდ, აი დღეს პაპუაშვილმა უპასუხა ჩემს ბრიფინგს სერბეთიდან, თუ სწორედ მახსოვს, როგორც ჩანს სერბეთში არ აქვს უკეთესი საქმე, ვიდრე არის აქაური ბრიფინგების დევნა და გამოხმაურება და მან თქვა, რომ თურმე ვიღაცებს გადავდიათ ანაკლიის სპორტი. იცით ვინ გადადო ანაკლიის სპორტის მშენებლობა? მან და მისმა გუნდმა 18 სხვადასხვა ოფიციალურ განცხადებაში რაც დასტურდება. მე არ ვამბობ არაოფიციალურ განცხადებებს, ასეთი ბევრია, ხო? 18 ოფიციალური განცხადება აქვს გაკეთებული. აი თქვენ ნაბართვით რამდენიმე მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა მოისმინოს, ხო? 12 დეკემბერი 2022 წელი ლევან დავითაშვილი. ანაკლიის სპორტის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება. ეხლა დადგა 2023 წელი და 20 თებერვალი ირაკლი ღარიბაშვილი. ჩვენ არ დაველოდებით ინვესტორების შემოსვლას და დავიწყებთ წელს სამუშაოებს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს წელსვე დავიწყოთ ანაკლიის სპორტის მშენებლობა. ეხლა გავიდა დრო 2023 წლის 23 ივნისია. ისევ ირაკლი ღარიბაშვილი. სამუშაოები დაიწყება წელს დაახლოებით შემოდგომაზე ოქტომბერში. ახლა დადგა 2024 წელი 19 მარტი ირაკლი კობახიძე. გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული. მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული. ივნისში უკვე დაიწყება სამუშაოები. ახლა მოვიდა უკვე ივლისი იმავე თვის. ისევ ირაკლი კობახიძე ძალიან მალე დაიწყება უშუალოდ სამშობლო სამუშაოები. აი როდემდე გავაგრძელო. ამ განცხადების კითხვა ასეთი არის 18 რაც მე ახლა აი აქ მაქვს და არის კიდევ უამრავი სხვა. არაფერი არ გაკეთებულა. ქვაზე არ დადებულა, აგური არ დაუდიათ. გზა არ მიუყვანიათ პორტამდე. აი ხა მინდა ვიკითხო ძალიან მარტივად. კარგი, გადავდოთ ის, როგორ გინდა ეს გადავდო, მაგრამ აი გადავდოთ, ხო? რომ 1000 სამუშაო ადგილი რაც უნდა შექმნილიყო, არ შექმნილა. ეკონომიკური ზრდა არ მიგვიღია. პერსპექტივა არ გაჩენილა, ჭკვიანი ქალაქი არ აშენებულა. აი ეს ყველაფერი გადავდოთ. ისიც რომ გადავდოთ, რომ მამუკა ხაზარაძის და ბატრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ყველაზე რეალური ადამიანები ვინც იყვნენ, ხო, ვისაც უკვე შემოყავდა ინვესტორი და 50 მილიონის გარანტიაზე თქვა უარი სახელმწიფომ. კი არ უნდა ჩაედო რამე, გარანტიად უნდა დაეფიქსირებინეს თანხა, რომ თუ კი რამე არ იმუშავებდა კარგად, გარანტორი ყოფილიყო სახელმწიფო. 50 მილიონის ინვესტირებაზე თქვენს უარი, ქალბატონო ინგა წარმოიდგინეთ. და ეხლა ამბობენ, რომ მილიარდის გამონახვა შეგვიძლიაო. ასეთი რამ გაგონილა, ყველაზე იაფი შემთხვევა რომ ავიღოთ 600-700 მილიონია საჭირო იმისთვის, ასაც ახლა ესენი ამბობენ. 50 მილიონი არ ჩადეს, იმიტომ სიამოვნებაში რუსული დავალება ქონდათ რომ არაფერი უნდა მოხდარიყო, ხო? 50 მილიონი არ ჩადეს და 600-700 და რეალურად მილიარდს ჩავდებთო. მაგრამ აი ესეც რო გადავდოთ კიდევ, ხო, გვერდით, ხო? რეალურად ქვეყანაში სადაც, ხო? აი შევხედოთ მარტივ მაგალითებს, ხო? ავიღოთ ავლაბრის მეტრო, აგერ ახლოს არის, ხო? 4 მილიონი დაჭრა. ორჯერ ჩავიდა წვიმა, ორჯერ. ავიღოთ ვარკეთილის მეტრო, საერთოდ საგა არის, ხო, ეპოპეა არის, ყველა მიცის ეროვნული ამბავია, ხო, ვარკეთილის მეტროს რემონტის ამბავი, ხო? გაარემონტეს, მერე მოშალეს, მერე ჩამოვარდა ჭერი, 14 ადამიანი ჩაიტანა.
აი ამ ხალხმა ხო გზები გრიგოლეთის მონაკვეთი ავიღოთ კიდევ 7-ჯერ ჩამოიშალა. 7-ჯერ ჩამოიშალა. 11 წელი ათობით სკოლა არ არის დასრულებული და ბავშვები 15 და 20 კილომეტრის დაშორებით მიდიან ხშირად საშიშ რელიეფზე სკოლაში. აი ამ ხალხმა მილიარდის მოზიდვა უნდა შეძლოს. აეროპორტში და მგზავრები გასაფრთხილებლად აეროპორტში წვიმს ამწამს. საერთაშორისო რეისებიდან მოხსნილი რო ყავთ. აი უსაფრთხოება. აი კიდევ ერთი, აი მარტივაკელი, ნახეთ მეტროს სადგურიც კი ხალბატონო ინგა ერთი გავხსენით მოგეხსენებათ ამდენი წლის თავზე სახელმწიფო მოდი აი ქართული სახელმწიფო ავიღოთ თლიანად ხო ერთი მეტროს სადგურის გახსნა შევძელით ისიც უკვე გათხრილი იყო დენი იყო გასაყვანი და კაფელი მისაკრავე და 35 წელი დაგვჭირდა ერთი მეტროს სადგურის უკვე გათხრილის გასახსნელად და ეხლა აი ეს ხალხი აი ესეთი მავნებლები და უნიჭოები ამბობენ რომ მილიარდს მოიზიდავენ თუნდაც 600 მილიონს და გზა რო ვერ მიუყვანეთ პორტსააშე ხო საიდან როგორ რანაირად მოიზიდავენ აქ შეუძლებელია როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ მე წეღან ახალი ამბების სტუდიაში როდესაც ანაკლიის თემას შევეხე თავისთავად მოდის ხოლმე გახსენდება მამუკა ხაზარაძემ რომ მოყვა პირველად რეაქციაში ივანიშვილმა მითხრაო რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში ანუ ეს ყველაფერი უკვე მეტყველებდა თქვენ წეღან სხვა წლებში გაკეთებული განცხადება წაიკითხე და იმე კი მაყურებელს შევახსენებ თქვენ არ გჭირდებათ ამის შეხსენება 2019 წელს როდესაც ჯერ კიდევ მამუკა ბახტაძეა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 11 ივნისს ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობდა რომ ეს იყო საკვანძო თემა ანაკლიის პორტი და ის ამბობდა იმედი მაქვს რომ საქართველოს დაასრულებს ანაკლიის პორტის პროექტს ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს განავითაროს ურთიერთობები თავისუფალ ეკონომიკებთან და არ მოექცეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებად წარმოაჩენენ, თუმცა არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს და აი აქ უცებ ისევ გახსენდება რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. და ეხლა გუშინდელი გადაწყვეტილება რომელიც გამოგვიცხადეს თქვენი მთავარი კითხვა საიდან მოიზიდავენ ამ ფულს ერთი კითხვა არის ჯერთი აი ლენდლორდის პრინციპი ხო ეკონომიკური მოდელიზაციის თავაზობენ ნიშნავს azt რომ რეალურად სხვადასხვა მხარეებია საჭირო ხო ბევრი ერთი ინვესტორი ვერ შემოიყვანეს ერთი საერთაშორისო რეპუტაციული ბრენდი ვერ შემოიყვანეს რატომ და ბევრი გეტყვით რატომ მაგრამ ბევრი შემოიყვანენ ერთი რო ვერ შემოიყვანეს ამდენი წელი გავიდა კარგი ხო აბრალებენ ტყუილებს ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ხო უნდათ მათი გასამართლება შეთითხნილ საქმეზე ხო ბატონ წერეთელთან ერთად ამ მართლმსაჯულების სისტემითაც კი დამარცხდნენ მაგ საქმეში ვერავით არის ფულის გათეთება ვერ ნახეს წარმოიდგინეთ მურუსის და ჩინჩალაძის სასამართლოთი რომ დამარცხდები იმდად მართალი იყო ეს სამი ადამიანი იმდად არაფერს მსგავსთან არ არავის შეხება, რომ ამ სასამართლოთიც კი ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს და გადააკვალიფიცირეს ბრალი, რაც არ არის საერთოდ სასამართლოს პრეროგატივა, ხო? არც გამოძება ყოფილა არაფერი, სრული ნონსენსი იქნეს კონსტიტუციის დარღვევით, ხო? კარგი, ეს გადავდოთ გვერდით. თვითონ რა გააკეთეს ამდენი წლის განმავლობაში? სად არის ინვესტორი? სად არის რაიმე რეპუტაციული ბრენდი? ვერაფერი ვერ გააკეთეს და ისიც კი 80 მილიონი იყო აქ უკვე ჩადებული. ისიც კი რაც გაკეთდა, ისიც კი მოშლილია, ისიც კი მორღვეულია, ისიც კი იავარქმნილია, რაც უკვე გაკეთებული ქონდა ანაკლიის ღმერთწვანე პორტის კონსორციუმს. ამიტომ აი ეს მითი, რომ ეხლა აი ეს ხალხი შეძლებს 10 წლის თავზე 700 მილიონის მოზიდვას, არის სრული ნონსენსი. ჩვენ სხვადასხვა დღეს მე მქონდა ბრიფინგი ამასთან დაკავშირებით, გამოვედით ინიციატივით, რომელიც ამბობს, რომ უნდა მოხდეს იმ რეგიონალური დინამიკის გათვალისწინება, რაც ახლა ობიექტურად გვაქვს სახეზე, რაც არის ის, რომ ჩვენ შეიცვალა რეგიონალური დინამიკა, ხო? მე ძალიან მწყინს, რომ მე მიხარია სომხეთის წარმატება, მაგრამ ძალიან მწყინს, რომ ეს ასე შეიცვალა ჩვენს გარეშე. და ვხედავ რისკებს და ამაზე ყოველკვირეულად საუბრობ, მაგრამ ამ სურათის ნაწილი რა არის? რეალურად ის, რომ რეგიონში არის ახალი აქტორები, ახალი რეალობა და ტრამპი არის პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ამ ინტენსივობით შემოვიდა რეგიონში. რომელიც ახლა ანკარაში ჩადის და ჩავიდა და ამ დროს მორიგჯერზე საქართველოს ისევ არ არის წარმოდგენილი. და ტრამპის სახელობის გზა არის ბოლოს თან რისი მშვიდობის და კეთილდღეობის, ხო, აი ქოცები რასაც აპელირებენ სულტყვილად. და ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ შეიქმნას საერთო კავკასიური სამხრეთ კავკასიური კონსორციუმი, ქნებავთ სააქციო საზოგადოება მოდელებზე შეიძლება ბუნებრივი მსჯელობა და ფიქრი და საქართველოს
აზერბაიჯანის და სომხეთის პროაქტიული დადებითი ჩართულობით მათთან ერთად ააშენოს საერთო პროექტი ანაკლიაში, რაც იქნება აი ტრამპის გზის ლოგიკური გაგრძელება და მისი ნაწილი. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ნებაც. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს ამ იდეას, შემიძლია გითხრათ, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტში. ეს არის კარიბჭე, კავკასიის კარიბჭე დანარჩენ სამყაროსთან და ორი კონტინენტის კარიბჭე, რომელიც თვითონ ოცნება როგორც ხედავს, ხო, ამ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტის მომავალს, თუმცა ეხლა თქვენ რაც გაიხსენეთ წლების განმავლობაში. ეს არის მე-19 გალბატონო ინგა. მე რამდენია? ეს მე მგონი მე-19 და ეჭვი მაქვსო თქვენთან შემდეგ რამდენიმე თვეში ეთერში ამას უკვე მე-19 დაარქივებულ განცხადებად გავაცნობ საზოგადოებას. კითხვაც მინდა დაგისვათ გრიგოლ ცდილობენ თითქოს, ну ყოველ შემთხვევაში ასეთ განცხადებებს ვისმენ და არის კიდეც ინფორმაცია, რომ მაგალითად განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაღაც ლობისტების მეშვეობით დაალაგონ ურთიერთობები. მე მაინც დავრჩებოდი ჩემს მოსაზრებაზე, იქნებ ეს საგანგებოა და არაფრის დაალაგება არავის არ სურს, იმიტომ რომ სულ სხვა დავალება აქვს შესასრულებელი ჩრდილოეთიდან მიღებული დიდი ხნის წინ სხვათა შორის არა ეხლა, მაგრამ აი თქვენ როგორი ინფორმაცია გაქვთ თქვენ საგარეო მიმართულების მდივანი ხართ თქვენი პარტიის აქვთ რაიმე შანსი ეხლა შემოვიტანდი მაგალითად ხვალინდელ ჰააგის დეკლარაციის თემასაც ამ ისტერიკას რომელიც მოყვა ეუთოში რეზოლუციას და ყველაფერს ერთად აი ამ რეალობის გათვალისწინებით რის წინაშეც ეხლა არის ჩვენი ქვეყანა ვიზა ლიბერალიზაცია რომელიც შესაძლოა დავკარგოთ და მთელი ეს რეზოლუციები, განცხადებების შეფასებები ამ ხალხს აქვს რაიმე შანსი რომ დაალაგოს ვინმესთან ურთიერთობა. ძალიან საინტერესო კითხვაა. მე ვფიქრობ, გააჩნია რას უწოდებენ დაალაგებას, ხო? აი რა დაღიქვამენ დაალაგებას, რა უნდათ. მე ვფიქრობ, რომ მათ ამერიკასთან ნამდვილად ჰქონდათ შანსი ურთიერთობის ნორმალიზების. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტი იყო ამისი დასტურის 3 ზედიზედ და ამერიკამ მე რო ვთქვა, ამერიკამ თქვა, ჩვენ გვსურს ურთიერთობების სტაბილიზაცია, ხონს გარკვეულ პოლიტიკურ ფასად და უსაფრთხოების ფასად, ხო? მაგრამ როგორც ჩვენ ნახეთ, ქოცური რეჟიმის პრობლემა არის ის, რომ მათ არ უნდათ ადეკვატური ფასის გადახდა ამ ნორმალიზებისთვის. მათ უნდათ ქოცურ ფასად მიიღონ ნორმალიზება და ეს არ გამოვა. მაგრამ თუ ისინი ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამენ, რაც ჯერ კიდევ შეუძლიათ. ამერიკის შეერთებული შტატები რა არის ეს ადეკვატური? მათ შორის ანაკლია, მათ შორის უსაფრთხოება, მათ შორის პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე უარის თქვა. აი ეს არის ირანზე და ჩინეთზე ადეკვატური პოლიტიკის გატარება, ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა. აი ეს არის ის კონკრეტული ფასი რაც მათ მე ზუსტად ვიცი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუყენა როგორც საკითხები მოლაპარაკებაში მაგრამ ჩვენ გვახსოვს პასუხი რაც საჯაროდ მოვისმინეთ ხო კობახიძე გამოვიდა კი არაფერი გვითხოვია როგორც შუაში მას ივანიშვილმა დაავალა ასე მოქცეულიყო იმიტომ რომ რეჟიმის წევრები სხვანაირად იქცეოდნენ და მე კობახიძე გამოვიდა გაფიქრებული და ჯერ ეს გვამცნო და მე წუთში 4-ჯერ ბიძინასადმი ლოცვა აღავლინა ესეც მალევე გვახსოვს და ესეც რა თქმა უნდა არის ამ ისტერიკის გამოხატულება რაც მათ აქვთ დღევანდელი ისტერიკაცაც პაპუაშვილს და სხვა კოცებს ჰქონდათ ჩვენს იდეაზე კავკასიურ ესე იგი თანამონაწილეებასთან დაკავშირებით ასევე ამას მოწმობს ამიტომ საბოლოო ჯამში მათ კი შეუძლიათ ნორმალიზება მაგრამ ამისათვის უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები მაგრამ მე თავარი რაც მაწუხებს არის ისო ამ ყველაფერს ეწირება ქართველი ხალხი აი იმას რომ ანაკლია არ არის უკვე აშენებული ეწირება ჩვენი ეკონომიკური ინტერესი ის რომ 10.000 სამუშაო ადგილი არ გვაქვს ის რომ 232.000 ბავშვი არის სოციალურად დაუცველი ამ ქვეყანაში ის რომ ყოველი მეორე ადამიანი ფიქრობს როდის დატოვოს ეს ქვეყანა ის რომ დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს უმწვავესი და შობადობა არის მინუსში წასული რეალურად უფრო მეტი ადამიანი გვეკარგება ვიდრე გვემატება და იმ ადამიანებიდან ვინც ქვეყანაშია უმეტესი ფიქრობს გასვლას კატასტროფა ტრიალებს ქართული სახელმწიფოს თვალსაზრისით სულ ზღაფავს ყველაფერი ქართული ყველაფერი წესიერი და ყველაფერი ეროვნული და აი ეს არის აი მქოციანობის შედეგი და ეს არის მათი მათ შორის აი ვითომ იხტიბარი კურსის შედეგი რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო მივდივართ უკან მას შესაძლოა მთელი რეგიონი მიდის წინ და ეს არის ის კურსი მშვიდობისკენ და კეთილდღეობისკენ რასაც ჩვენც უნდა ვატარებდეთ და გავატარებთ კიდევაც როგორც კი შევცვლით და მავნებელ ხელისუფლებას. კარგი და სულ ბოლო კითხვა რომელიც მინდა რომ თქვენთან დავსვა ეს შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართულ მიღებას თქვენ იქ იყავით ესწრებოდით სადაც ვიხილეთ მთავარ სცენაზე ელჩის მოვალეობის შემსრულებლის სიტყვის შემდეგ ირაკლი კობახიძე
მოყვა ამას ბევრი კითხვა, მოყვა ამას ბევრი წყენა, რატომ ასეთი დიდი შემადგენლობით აღმოჩნდა ეს ხალხი საელჩოს მიღებაზე, რატომ მოუწია იქ მყოფ საზოგადოებას, ვინც მოისმინა ან ზურგი შეაქცია, რა მნიშვნელობა აქვს ირაკლი კობახიძე ეხილა იმ სცენაზე და მისი გამოსვლა ხმა მაინც გაეგო, რითი ახსენით თქვენ ეს? მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში ახსნა არის მარტივი, მე არ მიხარია კობახიძის ნახვა არც არ გულწრფელად გეტყვით, არც მან გამეხარდა ნამდვილად და შევეცადე რა შეიძლება შორს ყოფილიყავი. მე ვფიქრობ ახსნა არის ძალიან მარტივად ის, რომ 250 წლის იუბილეზე ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთოდ მსოფლიოს მასშტაბით სურდა რაც შეიძლება მეტ წერტილში ენახა ოფიციალური შეფასებები ამერიკასთან და ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ეს არის მარტივი, ძალიან მარტივი ახსნა, მე მათ შორის ვიცი შესაბამისი კოლეგებისგან, თუმცა ამაზე მე მათ ოფიციალურად ვერ ვაციტირებ, ეს ამერიკის საქმიანი ცხადია და არა ჩემი, მაგრამ თავარი მე ვფიქრობ არის არა ის თუ ვინ იყო და რა ვთქვათ ვინ გამოვიდა. თავარია რა თქვა და თავარი აი სახეები, რაც ყველას ჰქონდა იქ, ხო? აბსოლუტურად ქართულსაც. ხო, არა, აქ კითხვები გაჩნდა თუ არა ლეგიტიმურები არიან, თუ მათ არავინ ესაუბრება, რამდენად ასეთი შემადგენლობით იქ შეიძლებოდა საზოგადოებას ენახათ, ან რამდენად კობახიძეს სცენაზე ეს იყო. აი, ნახეთ, შინაარსია პრობლემა, ჩემს მითხრა, ამერიკა ესაუბრება კიდევაც, ხო? კობახიძეს ესაუბრა ამერიკა, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას ესაუბრა მას, მარტო ჩვენთან არ ვსაუბრია, მაგრამ ის საუბარი დამთავრდა კრახით, იმიტომ კობახიძე არის კრახი და სრული ლუზერები არიან საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ევროპასთანაც და ამერიკასთანაც. თავარი შინაარსი, ახლა როცა კობახიძე იქ იდგა და ლაპარაკობდა ორმხრივ პატივისცემაზე, როცა ის ლაპარაკობდა ინსტიტუტების მდგრადობაზე, ეს იყო კომედია ყველასათვის იქაც, ვაშინგტონშიც და ევროპაშიც. ამიტომ შინაარსობრივად ის არის კრახი და ახლა გინდა დიღომში დადგეს საელჩოში, გინდა კანცელარიის აივანზე, ის არის და იქნება კრახი და შევა ამ ქვეყნის ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მომენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც კი, რომელსაც ბევრი სამარცხვინო მომენტი ახსოვს.